ერთად მოვამზადოთ ამ სეზონის მშვენება წნილი კომბოსტოს, თუმცა მე ასევე გამოვიყენებ ყვავილოვან კომბოსტოს, რომელიც ძალიან გემრიელი გამოდის. დიდი რაოდენობის სტაფილო მაქვს, ნიახურის ღერები და ჩვეულებრივი კომბოსტო, რა თქმა უნდა. და გაგიზიარებთ რეცეპტს, რომელსაც დედა აკეთებს წლებია. მეც კანადაში ყოფნის დროს რამდენჯერმე გავაკეთე და ძალიან გემრიელი და ხრატუნა გამოვიდა, რაც თავარია და იმედი მაქვს, რომ თქვენც მოგეწონებათ. გამიზიარეთ კომენტარებში თქვენ როგორ ამზადებთ, ან თუ მოამზადებთ ამ რეცეპტით როგორ გამოდიოთ. მაშინ დავიწყოთ. პირველ რიგში დავიწყე ბოსტნეულის გასუფთავება და გარიცხვა, შემდეგ უკვე დავჭერი ყვავილოვანი კომბოსტო შედარებით წვრილ ნაჭრებად და კომბოსტო რამდენიმე ადგილზე ჩავჭერი, ძალიან წვრილად არ დამიკუცმაცებია და ასევე დავიწყე უკვე შემდეგ ჭარხლის და სტაფილოს გათლა და დაჭრა. თავდაპირველად გამოვიყენე ეს პეჩენის საჭრელს ეძახდნენ ხოლმე ჩემ ბავშვობაში და ადრე გამოვიწერე თუ ავცდები შეინიდან აქ ესე მაღაზიაში არ იყიდებოდა და საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ ძლიერია ჭარხალის და სტაფილოც და დიდი რაოდენობა მქონდა და ძალიან დიდ დროს წამართმევდა, ამიტომ თავიდან რამდენიმე დავჭერი ამ საჭრელით და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად დანით გადავედი, არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ ლამაზია და მაგიტო ვჭრიდით ხოლმე და დედაც უესე აკეთებს ხოლმე დღემდე იმ საჭრელით, მაგრამ მე იმიტომ რომ ბევრს ვაკეთებდი, ნამდვილად მაგაში დროს აღარ დავკარგავდი. შემდეგ უკვე დავჭერი ნიახურის ღერებით. ნიახური ვერ ვიშოვეთ რამდენიმე მაღაზიაში და ამიტომ ღერები გამოვიყენე. თან ძალიან გემრიელია თვითონ ნიახურის ღერებიც, რომ დამჟავდება და წნილი სახით მისართმევად ძალიან კარგია. ისეთი ხრაშუნა გამოდის და გემრიელია და იმ გემოსრისთვისაც ჭირდება. აძლევს ჩვეულებრივად, ამიტომ არ იყო პრობლემა. მოკლედ ნიახურის ღერების გამოყენება. რაც შეეხება მარინადს, იმისთვის თუ გვინდა რომ მალე დამჟავდეს და მალე იყოს მზად ჩვენი წნილი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ადუღებული წყალი და მოვათავსოთ შემდეგ უკვე კონტეინერში რაშიც გვექნება სითბოში. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არ გვეჩქარება, ან ჩემ შემთხვევაში მე მაგალითად 2 ჯამი გამომივიდა 200, ამიტომ ერთს დავახსხი ადუღებული წყალი რომ მალე დამჟავდეს და ბარბარობისთვის უკვე გქონდეს მჟავე წნილი და მეორეს უკვე დავასხი ჩვეულებრივად ცივი წყალი. დავუმატე 1 ლიტრზე 1 სუფრის კოვზი მარილი და ცოტა ძმარი. მაგალითად მე გამოვიყენე აი ამ ქვაფში 1 სუფრის კოვზი ძმარი. და დავიწყე შემდეგ უკვე ფენა აწყობა. ხო, ცივი წყლით როდესაც ვაკეთებთ მარინადს, ჩვეულებრივად იგივე პროპორციები, ანუ 1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი მარილი და დაახლოებით ალბათ 5 ლიტრ წყალზე, რო გითხრათ, 1 სუფრის კოვზი ძმარი. ძმარი ეხმარება იმაში, რომ მალე დამჟავდეს. და შემდეგ უკვე დავიწყე ფენა აწყობა, მოვაწყე ჭარხალი, სტაფილო, კამა აუცილებლად, რა თქმა უნდა, დარჩეული ნიორის მარცვლები, ასევე დაფნის ფოთლები და ძალიან ცოტა გამოვიყენე შავი პილპილის მარცვლები, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნე, ბავშვებს ძალიან უყვართ, განსაკუთრებით ყვავილოვანი კომბოსტოს წნილზე გიждდებიან, ძალიან კარგად მიირთმევენ, სტაფილოც უყვართ და ამიტომ ძალიან რომ არ გამემწარებინა